საღამოშიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. იმ ფონზე როცა მსოფლიოში ენერგეტიკული რესურსების მარაგი კლებულობს, რესურსების გაკონტროლებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადადის. 3300 კილომეტრიანი გაზსადენი რეალობა ხდება. ნაბუკოს დაბადება, ასე შეფასდა ანკარაში გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის განხორციელების შემთხვევაში ევროპა ბუნებრივ აირს რუსეთის გვერდის ავლით მიიღებს. რა პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდები ეკუთვნის ნაბუკოს ამოქმედების შემდეგ საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყანას და განიხილება თუ არა დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ჩასვლა როგორც პირდაპირი პასუხი ნაბუკოს ხელშეკრულების ხელმოწერაზე. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი საქართველოში. რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს იღებს საქართველოს ნაბუკოს ამოქმედებით და როგორ აფასებენ ალტერნატიული გაზსადენის მნიშვნელობას თბილისში. ნაბუკოს პროექტის განხორციელება უკვე არის რეალური, აბსოლუტურად და ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში უკვე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. საქართველოს დარჩება ამ ტრანზიტ საფასურში 1.6 მილიარდი, რაც დღევანდელი მოხმარების ტოლია. ხარეს ამ კატებმა ეს პროექტი და თაგვებმა რომ გამოთხარეს დიდი კატა ნაბუკოს სახით, იმიტომ რომ ნაბუკო არ იქნებოდა რუსეთი რომ არ მოქცეულიყო ისე როგორც იქცეოდა დასავლეთ კოლეგებთან მიმართებაში. ნაბუკოს ეფექტი საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნისათვის. რამდენიმე წუთში პირველი თემის შეკითხვებს ლაშა ჟვანია უპასუხებს. 5 საათიანი შეხვედრა ოკუპირებულ რეგიონში. რამდენად რეალურია ინციდენტების პრევენცია რუსული პროვოკაციების ფონზე. შევთანხმდით იმ საკითხზე, რომ ამ შეხვედრების თავმჯდომარე გაერო იქნება ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა დიალოგის გაგრძელებაზე. ჩვენთვის თავი საკითხი შემდეგ შეხვედრაზე და ყველა შემდეგზე იქნება განსაკუთრებით ქართული მოქალაქეების უსაფრთხოება და მათ სოციალური და პოლიტიკური უფლებები. რაზომებს მიმართავს თბილისი კრემლის პოზიციის გასანეიტრალებლად. მედვედევის ცხინვალში ვიზიტი რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირების მცდელობად ფასდება. ფიქრობ, ის რაც დღეს მოხდა, შევა რუსეთის დიპლომატიურ ისტორიაში, როგორც საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ამორალური პრეცედენტი. არაფერს გარდა დაპირისპირებას მთელ დანარჩენ სამყაროსთან ეს რუსეთს არ მოუტანს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თვლის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. ჩვენ ვისურვებდით, რომ ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება, შეიცვალოს. რუსეთისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს. რუსეთის დიპლომატიის მარცხი თუ ახალი აგრესიის სამზადისი. შოთა მალაშხია პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმარი გახავთ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია. საღამოშიდობის ბატონ ლაშა, დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დროული მილსადენი ასე შეფასდა დასავლურ პრესაში ანკარაში ხელმოწერილი მთავრობათა შორისი ხელშეკრულება ნაბუკოზე. სანამ ვისაუბრებდეთ ეკონომიკურ ეფექტებზე, მოდით საუბარი დავიწყოთ იმ პოლიტიკური მნიშვნელობით, რა მნიშვნელობასაც ატარებს ეს პროექტი. ნათია პირველ რიგში სანამ პასუხს გავცემდა და დავიწყებდი დიალოგს ნაბუკოს საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღნიშნო, რომ დღეს არის გლოვის დღე გამოცხადებული საქართველოში საშინელი ტრაგედიის შემდეგ, რაც რაჭაში დატრიალდა და მიუსამძიმრო იმ სამი ანგელოზი ახალგაზრდა ბავშვის ოჯახებს, ყველა ახლობელს, თითოეულ ჩვენთაგანს და მადლობა უთხრა ასევე ქუთაისელ ექიმებს, ისე როგორც თბილისელ ექიმებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში წუხელს ზრუნავდნენ პატარა შოთა ჭოლოკავას სიცოცხლის გადასარჩენად და შედეგიანად დასრულდა მათი ეს ზრუნვა, შოთიკო გადარჩა, კარგად არის და მინდა ყველას მადლობა უთხრა ჯანდაცვის მინისტრს და ბატონმა მკაკაცარავას. და ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა, რაც თქვენ ახსენეთ ბატონო და მეც ასევე კიდევ ერთხელ საზოგადოებრივ მაუწყებლის სახელით მიუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. მოდით დავიწყოთ საუბარი ჩვენს თემაზე პოლიტიკური მნიშვნელობა პროექტის, რომელიც ხელშეკრულება გაფორმდა კუსინანკარაში. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ევროპისთვის განსაკუთრებით და ბოლო პერიოდში, ბოლო 1 წლის მანძილზე, განსაკუთრებით აგვისტოს თვეში რუსეთის სამხედრო შემოჭრის შემდეგ საქართველოში და რუსეთის მიერ ისეთი აგრესიული ქმედებების, ანუ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა შარშან, ჯერ კიდევ შარშან წინ ევროპასთან მიმართებაში გაზის ეგრეთ წოდებული ხელოვნური კრიზისის შექმნით, ისევე როგორც რუსეთმა ეს განახორციელა 2006 წლის ზამთარში საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ევროპამ ეს იგრძნო განსაკუთრებით შარშან და წელს ზამთრის პერიოდში. ევროპა სერიოზულად დაფიქრდა იმაზე. ეგრეთ წოდებული გაზის ომი და საქართველოში განხორციელებული აგრესია, რომელი
ფაქტორი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში მეტნაკლებად გადამწყვეტი თუ ორივე, იმიტომ რომ ორივე ფაქტორი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ცალსახა არის რომ რუსეთის ამბიციები საქართველოსთან მიმართებაში არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის შებრალოს ემსახურება და საქართველოს დაბრუნებას რუსეთის იმპერიაში, არამედ ემსახურება იმასაც, რომ რუსეთმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს თავისი გავლენა ევროპაზე, მთლიანად რეგიონზე, გაზმომარაგების და ენერგორესურსების თვალსაზრისით. და ეს ნათლად გამოჩნდა როგორც აგვისტოს თვეში, ისე შემდგომ პერიოდში, როდესაც რუსეთმა ვერაფერი გააწყორა საქართველოსთან, რომლის საშუალებითაც დღეს ევროპისკენ გადის 4 მილიარდ 400 მილიონი კუბური მეტრის გაზი, გულისხმობ ბაქო-თბილისი ერზრუმის გასცადენს და მომავალში ეს ბუნებრივია ეს რესურსი გაიზრდება საქართველოს გავლით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის იმისათვის, რომ რუსეთმა შემდგომში დაკარგოს როგორც ერთადერთმა უალტერნატივო მიმწოდებელმა ევროპაზე ენერგორესურსების. ამიტომ რუსეთი ამას აღითქვამს არა მხოლოდ შეთავაზება გაისმა რუსეთის მისამართითაც, რომ რუსეთის ჩაერთოს ამ ბუნებრივია ევროპისთვის არ არის ალტერნატიული გზების ძიება რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. მე უფრო ამ ქმედებას დავარქმევდი რუსეთისგან თავის დაცვის ქმედებად, იმიტომ რომ ენერგორესურსით ევროპის მომარაგება თუ რაიმე არ ეწინააღმდეგება რუსეთის უსაფრთხოებას, სახელმწიფო უსაფრთხოებას, ბუნებრივია ევროპის გაზით მომარაგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ყოველ შემთხვევაში ცივილურ ფორმებში სახელმწიფოები ასე უნდა აღიქვამდნენ ამას, მაგრამ რუსეთი ამას მტკივნეულად გამომდინარე რუსოფობიის შედეგად აღიქვამენ მტკივნეულად აღიქვამს და სწორედაც აღიქვამს, იმიტომ რომ რუსეთი გრძნობს, რომ ენერგორესურსების უალტერნატივო მიმწოდებლიდან ის გადადის ერთ-ერთ ალტერნატიულ მიმწოდებლად, ყოველ შემთხვევაში 2014, 2015, 2016 წლებისთვის და ამით ის სერიოზულ ბერკეტებს კარგავს ევროპაზე. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნაბუკო არ არის ევროპის გაზით მომარაგების მთლიანად ერთადერთი წყარო, ეს იქნება ევროპის მომარაგების და ევროპის მოთხოვნილების მხოლოდ 10%, მაგრამ რუსეთი ამ 10%-ის დაკარგვასაც საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს, გრძნობს და იცის რა, რომ ევროპა არის არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი გაერთიანება, არამედ არის პოლიტიკურად საკმაოდ ძლიერი გაერთიანება, რომელიც პრაქტიკულად ამინც უკვეთავს მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში პოლიტიკურ ამინს გულისხმობ, ისევე როგორც არანაკლებად ეკონომიკურ ამინს და ამის გამო მასზე ბერკეტების შენარჩუნება რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. ვთქვათ, რომ ერთგვარად რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ნაბუკო იქცა დღეს რეალობად, ანუ რუსეთმა მიიღო ერთგვარი უკუშედეგი. დიახ, ნაბუკო, რომლის იდეა ჩაისახა 2002 წელს, 7 წლის წინ, დღეს უფრო რეალობასთან ახლოს არის. მეცად დავამატებდი, რომ ნაბუკოს მომავალში შეხვდება აუცილებლად გარკვეული სირთულეები, მაგრამ ყველანაირი ქმედება ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, რეგიონში მოთამაშეების და ძირითადი მიმწოდებლების მხრიდან გულისხმობ აზერბაიჯანს, თურქმენეთს, ყაზახეთს, მათ შორის სატრანზიტო ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, ისევე როგორც თურქეთი. აუცილებლად დავკონკრეტდებით ბატონო, მაგრამ ამ ეტაპზე რა სწორედ ამას ამ სირთულეების მიუხედავად, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ნაბუკო მაინც განხორციელდება და ნაბუკო არის მომავალი ევროპის. ანუ რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, რა სირთულე შეიძლება შეექმნას პროექტის რეალურ ყველანაირი რუსეთი ყველანაირად ცდილობს პირველ რიგში როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინდივიდუალურ წევრებთან ითანამშრომლოს, ბულგარეთთან უკვე გუშინდელი დღის მერე ბუნებრივია უკვე აღარ გამოვა, იმიტომ რომ იქ არჩევნების შედეგად აბსოლუტურად სხვანაირი პოლიტიკური სურათი დაიხატა. რაც შეეხება მომწოდებელს გულისხმობ აზერბაიჯანს, თურქმენეთს, ყაზახეთს, რუსეთი ყველანაირად იყენებს საკუთარ ბერკეტებს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურ ბერკეტებს იმისათვის, რომ ნაბუკოს გმილსადენი არ შეივსოს ამ ქვეყნებიდან მომავალი გაზი. თუმცა თურქმენეთის პრეზიდენტის სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თურქმენეთიც მიიღებს ნაბუკოს პროექტში მონაწილეობას, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანსაც საკმარისად აქვს რესურსები იმისათვის, რომ ნაბუკოს გასადენი შეიცვალოს. მხრიდან უკვე ერთგვარი თანხმობაც არის, რომ ჩაერთოს ამ პროექტში, მაგრამ ანუ ცნობილია ისიც, რომ ევროკავშირის და აზერბაიჯანის შემდგომ სამიზნე იყო თურქმენეთი, თუმცა კეთდებოდა ასეთ შეფასებები, რომ შესაძლოა არსებობდეს შემაფერხებელი ფაქტორები, რომ ნაბუკომ ფერის არ გობლოს ცენტრალური აზიის ბუნებრივი მარაგებით, რაც შემდგომში პროექტის გაფართოებას და უფრო მასშტაბურობას
გახდის ბუნდოვანს. ეს შემოფერხებელი ფაქტორი მხოლოდ რუსეთის ფაქტორი შეიძლება იყოს. ერთია ცალსახა. ნაბუკო არ სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალური აზიის და საერთოდ კასპიის გაზის რესურსებით. ნაბუკო შეიძლება შეივსოს ასევე ერაყიდან და ერაყის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება სწორედ ამაზე მოწმობს, ისევე როგორც ალტერნატიულად წყაროდ ევროპა თავად თulis რომ ირანი შეიძლება იყოს ირანის გაზის საცავები, მაგრამ ირანის მონაწილეობა ამ პროექტში პრინციპში მომავლისთვის გამორიცხულია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით სანამ ირანს აქვს პრობლემები, პოლიტიკური პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ძირითად საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ძირითად მოთამაშეებთან საერთაშორისო თანამეგობრობის, ამიტომ მაგრამ ალტერნატივები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნაბუკო შეივსოს ასევე კასპიის ზღვის რესურსებით და კასპიის ზღვის რესურსებით ნაბუკოს შევსება არის აბსოლუტურად რეალური, იმიტომ რომ დღეს ნაბუკო არის რეალურად არსებულ გაზსადენზე გაგრძელება უბრალოდ ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და ავსტრიის მიმართულებით. ანუ ამ მშენებლობაზე, ამ მილის მშენებლობაზე მთლიანად მილი არის 3300 კილომეტრის ხანგრძლივობის, 2000 კილომეტრი უნდა აშენდეს და ფაზებად არის დაყოფილი 2014 წლამდე ეს პროექტი აუცილებლად შედგება. მე პროცესში ძალიან ჯერა ოპტიმისტური ვარ. ანუ ჩვენ შეგვიძლია დღეს თამამად ვთქვათ, რომ პროექტის რეალური განხორციელება დღეს ყოველ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ არის. გუშინდელ დღემდე ნაბუკო გაცილებით უფრო მეტად იდგა კითხვის ქვეშ, ვიდრე გუშინდელი ხელმოწერის შემდეგ. იმიტომ რომ გუშინ პრაქტიკულად მხარეები, ყველა მნიშვნელოვანი მხარე ნაბუკოს პროექტის განხორციელების შეთანხმდა იმაზე, რომ ნაბუკოს მშენებლობა აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაიწყება კიდევაც, იმიტომ რომ ჩატარებული არის სერიოზული კვლევა, სერიოზული საპროექტო სამუშაოები. თურქეთს ჰქონდა გარკვეული პრობლემები და მოთხოვნები, იმიტომ რომ თურქეთს უნდა 15%-ის გაზის გატარებული გაზის 15%-ის დატოვება საკუთარ ტერიტორიაზე და საკუთარი მიზნებისთვის მოხმარებაზე, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც შეთანხმდა ევროკავშირი და თურქეთი და ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ნაბუკო გაივლის ნაბუკოს ნაწილი შეივსება საქართველოს მიმართულებით და საქართველოსთვის ბუნებრივია ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან საკმარის იქნება ის გამტარუნარიანობა, რაც აქვს ამჯერად ბაქო-თბილისის ერისრომის. დღეისათვის გამტარუნარიანობა საკმარისი არ არის, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევიან იმის საშუალებას, რომ გამტარუნარიანობა ამაღლდეს. ნაბუკოს მშენებლობის პირობებში ნაბუკოს გამტარუნარიანობა მთლიანად იქნება 30 მილიარდი კუბური მეტრი, მაგრამ უკვე 2014-დან 2016 წლამდე დაგეგმილი არის იმ სამუშაოების ჩატარება სპეციალური საქაჩების დამონტაჟება, რომელიც უზრუნველყოფს გაორმაგებას ამ წილისას. პრინციპში ევროპას დღეისათვის 2016-2018 წლამდე უფრო მეტი ნაბუკოს საშუალებით არ ჭირდება, იმიტომ რომ სხვა ალტერნატიული წყაროები და ეს ალტერნატიული წყაროები არის როგორც თავად ნორვეგია, ისე ევროპის ქვეყნების შიგნით გამომუშავებული გაზი, ისე რუსეთის ფედერაცია, მაგრამ ასევე ალჟირიდანაც იღებს და ეგვიპტიდან ევროპა გაზს. ისე რომ ნაბუკო ერთ-ერთი ალტერნატივა და ძალიან სერიოზული ალტერნატივა ევროპისთვის, მაგრამ აქვე მე მინდა საქართველოს მნიშვნელობაზე აუცილებლად ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა მიზეზებზე დავკონკრეტდე. დასავლური პრესა როცა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ხას უსვამს იმ ფაქტს, რომ ქვეყნები, რომლებსაც ამ მილსადენმა უნდა მოუტანოს ყველაზე მეტი მოგება თავის დროზე ალტერნატიული მარშრუტების განხილვის ნაცვლად, ისევ რუსეთთან არჩევდნენ მოლაპარაკებებს. რა იყო ამის მიზეზი? რუსეთის როგორც სანდო პარტნიორის აღიარება თუ ამ შემთხვევაში არ იყო დამდგარი ალტერნატიული ენერგოდერეფნების მოძიების ალტერნატიული მარშრუტების მოძიების საკითხი. ანუ მიზეზი მხოლოდ საქართველოს რუსეთის ომსა და გაზის ომზე დავდივართ ისევ ბატონო ლეშა. მიზეზი არის ერთ-ერთი ეს, მაგრამ მიზეზი ასევე არის ის, რომ რუსეთი არ ჭირდება ევროპას როგორც უალტერნატივო მიმწოდებელი, ანუ ძირითადი მიმწოდებელი გაზის. ამიტომ საჭირო არის კასპიის რესურსების სხვა მიმართულებით ათვისება, რომ ევროპა არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ თავად რუსეთში დღეისათვის შექმნილია საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ეკონომიკური კრიზისი ძალიან სერიოზულად მოქმედებს რუსეთის გაზის მოპოვებაზე, როგორც უარყოფითად, ისე დადებითათაც, დადებითად იმ მხრივ, რომ რუსეთი პრაქტიკულად დროს იგებს, რომ არ აქვს ფული და არ შეუძლია ჩადოს ეს რესურსები, ისევე როგორც ეკონომიკური კრიზისი თავად გაზის შიდა მოხმარებაზე მოქმედებს და რუსეთში ჩვენ ვიცით, რომ წელს უკვე 15%-ით დაეცა გაზზე მოთხოვნილება და რუსეთს შეუძლია ეს გაზი უკვე ექსპორტზე გაიტანოს საზღვარგარეთ, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსები იმისათვის, რომ დამატებითი ჭაბურღილები გათხაროს, დამატებითი რესურსები
მოახმაროს ფინანსური რესურსები გაზის ახალ მოპოვებას და ევროპისთვის მომავალში ნამდვილად დარჩეს როგორც უალტერნატივო მიმწოდებელი გაზის. ამიტომ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული წყაროები და ცალსახაა რომ ნაბუკო საქართველოს გავლით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. და რაც შეეხება საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნისათვის მოსალოდნელ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ დივიდენდებს კითხვა, რომელიც დავსვით ჩვენი გადაცემის შესაძლებლობაში. რა სარგებელს იღებს ამ პროექტის განხორციელებით საქართველოს? პოლიტიკური დივიდენდებზე მე მგონი თქვი და ხაზგასმა საჭირო აღარ არის რომ საქართველოს იქცევა ევროკავშირისთვის როგორც ძალიან სერიოზულ სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც გაზის მიწოდების ალტერნატიულ მიმართულებად, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურს, დღეს შახდენიზის საბადოდან გაზი მიეწოდება ბაქო-თბილისი ერზრუმის მიმართულებას, ანუ თურქეთის მიმართულებით და ჩვენ დასაწყისში აღვნიშნეთ რომ 4 მილიარდ 400 მილიონი კუბური მეტრი შარშან გავიდა უკვე საქართველოს მიმართულებით, ხოლო ხელშეკრულების თანახმად საქართველოს შეუძლია მიიღოს $2.5 ყოველ 1000 კუბურ მეტრზე. ანუ ეს არის წელს უკვე შარშან გატარებული ენერგიის შესაბამისად, ეს არის 11 მილიონი დოლარი, რომელიც მიღებულია საქართველოს ბიუჯეტში, მაგრამ აქედან ჩვენ შეგვიძლია 5% გამოვიყენოთ გატარებული გაზის 5% მივიღოთ იაფად. ეს არის $50 გაზი და ეს 5% შეადგენს 4 მილიარდ 400 მილიონის 220 მილიონ კუბურ მეტრს. 220 მილიონი კუბური მეტრი პრაქტიკულად რჩება საქართველოში და ეს არის ეგრეთ წოდებული იაფი გაზი, რომელიც ჩვენ ეკონომიკას ძალიან ადგება წინ, მაგრამ თუ და აუცილებლად გაივლის ნაბუკოთი და ნაბუკოს პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში საქართველოს გასცადენში უკვე 4-ჯერ უფრო მეტი გაზი, ამ შემთხვევაში გაზის იაფი გაზის მიღება საქართველოს გაუოთხმაგდება, რაც ნიშნავს იმას, რომ 4-ჯერ უფრო მეტად 4-ჯერ უფრო მეტ იაფ გაზს მიიღებს საქართველო, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებული საწარმოები, საქართველოს მოსახლეობა მიიღებს გაცილებით იაფას მომავალში, ვიდრე რა თქმა უნდა და ეს არამხოლოდ ტარიფზეა ისახება, ბუნებრივია რომ ტარიფზე ისახება, მაგრამ ტარიფის გარდა ეს არის იაფი გაზი წარმოებისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ნებისმიერი წარმოება, რომელიც იყენებს გაზს, იაფი გაზის შემთხვევაში გამოუშვებს პროდუქციას უფრო იაფად, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რომელიც დამოკიდებულია გაზზე, იქნება გაცილებით უფრო იაფი, რაც ნიშნავს კონკურენტუნარიანობას. ანუ ექსპორტის შემთხვევაში საქართველოში წარმოებული პროდუქცია იქნება კონკურენტუნარიანი სხვა ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციასთან მიმართებაში უფრო მეტად ვიდრე ეს დღეს არის და ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპორტი და ეკონომიკის განვითარება, რაც ექსპორტზე არის დამოკიდებული, გაცილებით უფრო გაიზრდება. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტებს, რა გარანტია ან რა როლი შეიძლება შეესრულოს ამ პროექტის განხორციელებამ და საქართველოსთვის დაკისრებულმა მოვალეობამ, ასე ვთქვათ, მისმა პოლიტიკურმა მნიშვნელობამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე? იცით, როდესაც ჩვენ საუბრობთ ისეთ მეზობელზე, როგორც რუსეთია და რომელმაც დაასაბუთა ეს და პრაქტიკულად ლეგალიზაცია გაუკეთა თავის ზრახვებს საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში, როგორც საქართველოში სამხედრო შემოჭრის შედეგად, ისე ევროპასთან გაზის კრიზისის, ეგრეთ წოდებული გაზის კრიზისის თამაშის შედეგად, ბუნებრივია აქ ყოველგვარ ადეკვატურობაზე და პროგნოზირებადობაზე ზედმეტია საუბარი. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მექანიზმები მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან მიმართებაში და რეგიონთან მიმართებაში გაცილებით უფრო სერიოზულად იმუშავებს, ვიდრე ეს იყო შარშან რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში, იმიტომ რომ დღეს ევროპამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნაბუკო უნდა განხორციელდეს. შარშან ევროპას ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული არ ქონდა. ამიტომ ევროპა უკვე თვლის პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის პოლიტიკურ დონეზე, რომ ნაბუკო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და ნაბუკოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი უნდა დაიცვას როგორც ევროპამ, ისე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. მათ შორის სატრანზიტო ქვეყანაში, მათ შორის სატრანზიტო ქვეყნის როგორც უსაფრთხოება, ისე დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი იმისათვის, რომ ნაბუკოს პროექტი შედგეს. თუ ეს ვერ მოახერხა ევროპამ, ამ შემთხვევაში პირველ რიგში ზარალდება თავად ევროპა. ვიცით, რა საშუალებებით შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, თუ ეს არის ყველანაირი საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით, იმიტომ რომ ევროპა არის ის გაერთიანება, რომელიც პირველ რიგში კონფლიქტების და უსაფრთხოების დაცვას მშვიდობიანი ფორმებში ეძებს, მაგრამ აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომლისათვისაც ნაბუკო ცალკე აღებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ აქვე უნდა აღინიშნოს და ჩვენ არ გვითხოვს ის, რომ ევროპაში მომავალი წლების განმავლობაში გაზის მოხმარება იზრდება, სულ მუდმივად მზარდი არის და მოთხოვნილება გაზზე სულ მუდმივად მზარდია. ამიტომ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი წყაროების მიღება გაზის მომავალში.
არის. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, რამდენად მაღალია რისკი ამ პროექტის უსაფრთხოებისა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდებარეობის აქ არსებული რისკებიდან გამომდინარე, ანუ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფის მიზნით კავკასიის დერეფნის ალტერნატივაზეც იფიქროს. კავკასიის დერეფანს ალტერნატივა აქვს ნაბუკოს შევსების მიზნით და მე აღვნიშნე კიდევაც რომ ეს არის იგივე თურქმენული ან ირანული ან ერაყული გზა, მაგრამ საქმე იმაშია რომ კავკასიის მიმართულება არ არის ერთადერთი და ეს ვთქვით კიდევაც, იმიტომ რომ კავკასიის მიმართულებამ, ანუ საქართველოს მიმართულებამ შეიძლება გაატაროს მილსადენში მაქსიმუმ 15 მილიარდი, ან ყველაზე მაქსიმუმ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით 20 მილიარდი და დანარჩენი 11 მილიარდი კიდევ საჭიროა რომ შეივსოს სხვა მიმართულებით, ალტერნატიული წყაროებით. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ კავკასიის მიმართულების გარეშე ნაბუკო პრაქტიკულად ვერ შეივსება. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპისთვის და ამას ევროპა რეალურად, პრაგმატულად აანალიზებს და თვითცნობიერებს, რომ კავკასიის მიმართულება, ანუ საქართველოს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. და რამდენად იქნება ნაბუკო გარანტია იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მეტნაკლებად დაცული იქნებიან იმისაგან, რომ არ მოიქცნენ სრულად რუსეთის გავლენის. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაცვა, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ ქვეყნების უსაფრთხოებაზე გადის ევროპის უსაფრთხოება. შესაბამისად ევროპა ხვდება, გრძნობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, ანუ ნაბუკოს პროექტის რეალიზაციის შემდეგ, ევროპას არ ექნება სხვა ალტერნატივა თუ არა რომ დაიცვას როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის უსაფრთხოება. და ჩვენი საუბრის დასასრულს კიდევ ერთი შეკითხვა ბატონ ლაშა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობამ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში რუსეთის მოკავშირედ წოდებულ ევროპულ ქვეყნებზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუნდაც თქვენ თავადაც გაიხსენეთ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არიან ბევრი ევროპული ქვეყნები და ნატოს წევრი მოკავშირეების ნაწილის პოზიციამ განაპირობა კიდეც საქართველოს ბედი, ასე ვთქვათ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ის ქვეყნები, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ, რამოდენიმე ქვეყანა, რომელიც რუსეთის საკმაოდ სერიოზული პარტნიორი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ფიქრობენ თავად ალტერნატივაზე და ხელი აქვთ მოწერილი ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც ქვია ნაბუკოს რეალიზება. ანუ ამ ქვეყნებმა უკვე თავისი ხელმოწერი და პოლიტიკური გადაწყვეტილებით ნათლად გამოხატეს თავისი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ უნდათ იყვნენ დამოკიდებულები რუსეთის როგორც უალტერნატივო გაზის მიმწოდებელზე. ამიტომ იგივე ბულგარეთთან დაკავშირებით, ახლა ბულგარეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთის შეიძლება ითქვას სტრატეგიული საკმაოდ ახლო მოკავშირე იყო როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ გუშინ წინ ბულგარეთში განვითარებულმა მოვლენებმა, პოლიტიკურ მოვლენებს გულისხმობდა აბსოლუტურად სხვა, თვისობრივად სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლამ უკვე დაგვანახა, რომ არ არის საქმე ისე და უკვე მომავალში იმ თითქოს რეალიზებულ პროექტს, რომელსაც ერქვა რუსეთის საშუალებით ბულგარეთის გავლით საბერძნეთზე 1 მილიარდ დოლარიანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებდა გაზის მიწოდებას, ანუ ალტერნატივ კიდევ დამატებითი გაზის მიწოდებას, პრაქტიკულად გუშინდელი და გუშინდელი პოლიტიკური მოვლენების შედეგად ბულგარეთში არსებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად ეს ჩაიშალა. ანუ ყოველ შემთხვევაში შეჩერდა საკმაოდ ხანგრძლივადი. ანუ შესაბამისად ნაბუკოს ალტერნატივას გაცილებით უფრო მეტი ბიძგი მიეცა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია გახდათ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. დაგველოდეთ პირველი თემა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. საღამოშვიდობის ბატონ შოთა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ეკონომიკის მინისტრთან საუბრობდით პროექტის, რომელიც უნდა განხორციელდეს მნიშვნელობაზე, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ეფექტებზე. ანკარაში ხელმოწერას ხელშეკრულების მოყვა დიმიტრი მედვედევის ჩასვლა ცხინვალში. შეიძლება თუ არა ეს აღვიქვათ როგორც პირდაპირი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ანკარაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. თუ შეიძლება აქ სხვა ქვეტექსტებიც განვიხილოთ. ალბათ ეს იყო პასუხი ობამას ვიზიტზე, სადაც საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც ობამას კატეგორიულ და სამართლებრივ მოთხოვნას პრაქტიკულად პასუხი ვერ გასცა. შემდეგ იყო უკვე ნაბუკოს პროექტი, ეს რუსეთმა როგორც თვითონ ჩათვალა, ეს არის მისთვის სრული კატასტროფა, რადგან ის კარგავს ეკონომიური ენერგეტიკული რესურსებით მანიპულირების საშუალებას, რატომღაც ეს რესურსი აირჩია მან სამართავად და არა სამართლებრივი მიდგომები, ამიტომ შეექმნა სერიოზული პრობლემები და ეს ბერკეტიც რეალურად ხელიდან ეცლება. მან თავიდან აგვისტოში თავისი გადაწყვეტილებით მიიღო სწორი გადაწყვეტილება,
ქონდა ნავთობის ფასი $150-ზე, ფიქრობდა რომ გაზის ალტერნატივო წყარო იყო ევროპისთვის და ფიქრობდა რომ დასავლეთი ყველაფერს ამას წაუყრუებდა, ისევე როგორც იყო ჰიტლერის დროს, მიუნხენის გარიგება, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, მაგრამ ეს არაფერი რეალურად არ შედგა. ამიტომ ამ პრეზიდენტმა, ამ ხელქვეყნის პრეზიდენტმა უცებ რვიანიდან ისკუპა და გადახდა კოკოიტის აუზში და ეს იყო საკმაოდ ამაზრზენი და ალბათ ყველაზე სამარცხვინო ფაქტი, რომელიც მოხდა რუსეთის ისტორიაში. სხვადასხვა მედვედევთან შეხვედრა გაიხსენეთ თქვენ და მაშინ უპოსტკოცრავად ობამასთან შეხვედრა. მაშინ ობამას განცხადებაზე მედვედევის დუმილი გახსოვთ ალბათ ანალიტიკოსებმა სხვადასხვა გვარად ახსნეს, ნაწილმა მიიჩნია რომ ეს შეიძლება ჩაგვეთვალა თანხმობის ნიშნად გრძელვადიან პერსპექტივაში და ნაწილმა მიიჩნია რომ ეს იყო რუსეთის ანუ რუსეთს ჰქონდა ის პოზიცია რომ იგი თავისი პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს და მას ეს საკითხი გადაწყვეტილად მიაჩნია. დღეს როდესაც მედვედევი ჩადის ცხინვალში ანუ რომელი პოზიცია მყარდება ამ შემთხვევაში ის რომ რუსეთი თავისი პოლიტიკის გადახედვას არ აპირებს? იცით რა არის? მათი თანმიმდევრობა, მათი ქცევები არ არის თანმიმდევრული. როდესაც რუსეთმა აგვისტოს აგრესია განახორციელა საქართველოში და ეთნოწმენდა მოახდინა ქართული ძირძველი მიწების, რეალურად ის ფიქრობდა, რომ ეს კონფლიქტი ესე აშკარად არ გამოჩნდებოდა. და გათვლა იყო იმაზე და ბორისოვის განცხადება იყო, რომ მათ ყავდათ საკმაოდ ძალები ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებებისთვის და ეს საომარი მოქმედებები დიდი ხნის განმავლობაში გაიწელებოდა ცხინვალში. შემდეგ ეს პროცესი ჩაიშალა და თქვენ გახსოვთ, ჩვენმა სამხედროებმა აქ განეიტრალება ამ სამხედრო სტრუქტურების, რუსული სამხედრო სტრუქტურების 4 საათში მოახერხეს. ეს პროექტი როდესაც ჩავარდა, მათ მოუწიათ რეალურად მთელი სამხედრო ძლიერების გამოყენება, რაც ჰქონდათ. ისიც საკმაოდ სუსტი როგორც გაირკვა. და შემდეგ უკვე ეყნობოდნენ იმას, რომ თბილისში დაიწყებოდა არეულობა ამ ფონზე და ეხლაც გახსოვთ მედვედევის განცხადება, როდესაც ის ისევ დაუბრუნდა თავის სამშობლოს ისტორიულს, განაცხადა, რომ ამ ქმედებებზე, რაც მოხდა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლებას თავისი ხალხი მოთხოვს პასუხს. ანუ ამის მოლოდინში იყო. ეს მოლოდინიც რეალურად გაქარწყლა, ამის შესაძლებლობებიც პრაქტიკულად არ არსებობს. მათ ჰქონდათ ერთადერთი შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც სამართლებრივად სერიოზულ ჩიხში ჩაიგდეს თავი, რომ საქართველოში მოეყვანათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცნობდა ამ ორი სუბიექტის დამოუკიდებლობას. სხვა გამოსავალი სამართლებრივი ამ მდგომარეობიდან არ არსებობდა. აი მაგალითად, გდრ-ის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა მხოლოდ გაეროს წევრი გახდა მას შემდეგ, რაც ცნო გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ. ეს მოხდა 73 წელს. ანუ სხვა მექანიზმი გარდა ასეთი გათეთრებისა ამ საქმის რეალურად არ არსებობდა, მაგრამ აქ სიტუაცია ამდაგვარად არ წარიმართა, ყველა მათი პროგნოზი რეალურად ჩაფლავდა, აქედან გამომდინარე მათ აქვთ სერიოზული პრობლემები. ამიტომ ისინი რეალურად გაორებულ მდგომარეობაში არიან, როდესაც ფაქტის წინაშე აყენებს ობამა, ის ვერ პასუხობს შეკითხვაზე და იცის, რომ არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ვერ პასუხობს რეალურად. და შემდეგ უკვე ამ აგრესიას ამჟღავნებენ აი ესეთი უაზრო სვლებით, რითაც კიდევ უფრო ამძიმებენ თავიანთ მიზანი რა შეიძლება იყოს ამგვარი ნაბიჯის უაზრო სვლა უწოდეთ თქვენ, არის თუ არა ამის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება თუ არა გავიგოთ როგორც ძალის დემონსტრირება პირველ რიგში საქართველოს მიმართ. აი აგვისტოს აგრესიის დროს მათ ფიზიკური შესაძლებლობა ამის ჰქონდათ და განახორციელეს. ეს იყო ნავთობის ფასით, რეალურად გაზის ფასით, ადმინისტრაციის ცვლილებით ამერიკის და ეგონათ რომ ის ადმინისტრაცია ახალი არ გააგრძელებდა ამ კურსს, მაგრამ მიიღეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო. თუ მათ ევროპულ პარლამენტებში დაუშვათ ეუთოში, ევროსაბჭოში, ყავდათ მომხრე პარლამენტარები მაინც, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში რაღაც პოზიტიურს ლაპარაკობდნენ, დღეს ეს საკმაოდ ცუდი ტონია. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაზე საუბარი რუსეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, აი სამარცხვინო ფაქტი, როდესაც გაეროში ჩურკინის აწეული ხელი არის, ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო კადრი, რომელიც მსოფლიოს ბოლო ისტორიის განმავლობაში მოხდა, მან უშიშროების საბჭოს 14 წევრში ვერ მოძებნა თანამოაზრე, რომ მარტო არ ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების დროს და თქვენ გახსოვთ, როდესაც მან ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო, მაშინვე გაიაზრა, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და ითხოვა ტექნიკური გაგრძელება ამ მოქმედი ფორმატის, მაგრამ ტექნიკურ გაგრძელებაზე შემდეგ უკვე ეს 14 ქვეყანა არ დათანხმდა
და რეალურად სხვა ახალ რეალობაში გადავედით, სადაც რეალურ ფორმატის ცვლილებაზე უნდა ვილაპარაკოთ, სადაც კონფლიქტის მონაწილე მხარე ის სტრუქტურა, რომელმაც ეთნოწმენდა ჩაატარა საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ იქნება ნეიტრალური და ვერ იქნება აქ როგორც მშვიდობის მყოფელი. ფორმატის ცვლილებაზე და კონფლიქტურ რეგიონებზე აუცილებლად ვისაუბრებთ და უბრუნდეთ იმას, იყო თუ არა ეს ძალის დემონსტრირება და როგორ შეიძლება ეს ნაბიჯი დიმიტრი მედვედევის მხრიდან აღქმული იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ ობამას მოსკოვში ვიზიტისა და მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. საერთაშორისო მედია ამას ცალსახა შეფასებას აძლევს. ეს არის პროცესი, რომელსაც აღრმავებს რუსეთი, ეს არის რუსეთის თვითიზოლაციის პროცესი. ეს თუ არა ეს გამოწვევა რუსეთის მხრიდან. შეიძლება, მაგრამ ამის შესაძლებლობები რუსეთს არ გააჩნია, საკმაოდ სერიოზული თანხები ინვესტიციების თვალსაზრისით არ შედის რუსეთში, პირიქით რუსეთიდან გადის ამ მდგომარეობიდან გამომდინარე და ყველა საერთაშორისო დონეზე, ეუთოში, ევროკავშირში, გაეროში, ნატოში პროცესები ჩვენთან სასარგებლოდ ჩქარდება. გარდა ამისა, ეს პრობლემები ჩდება უკვე რუსეთის სახელმწიფოს შიგნითაც. იგივე თათარისტანში, იგივე ინგუშეთში, დაღესტანში და ასე შემდეგ და ცხადია ეს პროცესი, რომ საქართველოსი მიმდინარე ეთნოწმენდას ის ეძახის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, რეალურად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, თათარისტანში, ბაშკირეთში, რეალურად ჩვენც უნდა დავარქვათ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ეს პროცესები ალბათ როგორც საქართველოს მიერ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ მართული უნდა გახდეს და იმ ადამიანებს, რომლებმაც რეალურად გაიარეს გზა დამოუკიდებლობისკენ, მაგალითად თათარისტანი, ან იგივე ჩეჩნეთის რესპუბლიკა, მათ რეალური მხარდაჭერა ჭირდება და ჩვენს დონეზეც. ეს იქნება საპარლამენტო დონე, საუნივერსიტეტო დონე, ჩვეულებრივი სპორტული ღონისძიებები თუ ასე შემდეგ, ჩვენ ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ, რომ მათ ევროპისკენ გზა გაიკვალონ რეალურად და თავიანთი დამოუკიდებლობისთვის საქართველოს მისამართით ბრალდებები ორმაგი სტანდარტების მოქმედების შესახებ. არა, ჩვენ გამოდივართ საერთაშორისო სამართლიდან, რუსეთი არღვევს ამ საერთაშორისო სამართალს და იმ სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც კოსოვოზე ამბობდა, რომ არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და საერთაშორისო სამართალმა პრინციპი ტერიტორიული მთლიანობის დაარღვია მხოლოდ იმის გამო, რომ კოსოვოში მოხდა ალბანელების ეთნოწმენდა, როგორც საერთაშორისო სამართალი გვეუბნება და დაირღვა ფუნდამენტალური პრინციპი ტერიტორიული მთლიანობის, იმიტომ რომ არ გაგრძელებულიყო ალბანელების ეთნოწმენდა. ჩვენ შემთხვევაში, აფხაზეთთან მიმართებაში, თვითონ რუსეთმა, როგორც ეუთოს წევრმა, 94 წელს, 96 წელს, 99 წელს რეზოლუციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჩაწერა, რომ ამ ტერიტორიაზე მოხდა უპირატესად ქართველების ეთნოწმენდა. დღეს ამ ტერიტორიას აფხაზეთს გულისხმობ, ის ეძახის როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ანუ მან რეალურად წაახალისა ეთნოწმენდა. ეს არის რეალურად დასჯადი ქმედება, ჩვენ ამ მიმართულებით საერთაშორისო სასამართლოებში მოვქმედებთ. ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, სადაც არის სწორედ სარჩელი წაღებული, მეორე სასამართლო ეს არის სტრასბურგის სასამართლო, სადაც როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ არის სარჩელი წაღებული და ჩვენ ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ხო, ნაკლები მნიშვნელობის დავუშვათ ფრანკოფონიის შეხვედრაზე, რომელთანაც ჩვენ დელეგაცია დაბრუნდა, ალბათონი ჩიორა, მაგდა და მე ვიყავით. ეს შეიძლება, მაგრამ აქ ესწრებოდნენ აფრიკული ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც იგივე ერთი ხმა აქვთ დაუშვათ გენერალურ ასამბლეაზე საკითხის განხილვის დროს, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს და ჩვენ საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია მივაწოდეთ ამ სახელმწიფოებს, რა მოხდა საქართველოში და მათ მიიღეს ზუსტად ის ტიპის რეზოლუცია, როგორცაც ღებულობს ევროკავშირი, ეუთო, ნატო და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენ გვიწევს სერიოზული მუშაობა, შემდეგ ეს სერიოზული მუშაობები რეზოლუციის დონეზე შეიკრიბება და მივიღებთ თვისობრივად ახალ მდგომარეობას. დღევანდელი განზომილებით რა შეიძლება იყოს თვისობრივად ახალ მდგომარეობა, რას გულისხმობთ? შესაძლოა განვიხილოთ, რომ რუსეთი დაუშვათ უკან წაიღებს თავის აღიარებას. ეს არის რუსეთისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი. ეს რეალურია დღეს ამაზე საუბარი. დღევანდელი, გუშინდელი მედვედევის ქცევიდან ალბათ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალდაზე რუსეთში რეალურად სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, ნაბუკო რეალურად მოქმედებას იწყებს, საერთაშორისო ორგანიზაციები არ აპირებენ საქართველოს მიტოვებას მარტო და თუ ჩვენ შარშან ამ დროს ქონდა რეზოლუცია გაეროსი, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები DST-ს ეგიდი დადებით კონტექსტში იყო აპრილის რეზოლუციაში მოხსენიებული და ჩვენ დავუშვათ საერთაშორისო დონეზე
ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, იცით რა, თქვენ უნდა მოძებნოთ საერთო ენა აფხაზებთან, საერთო ენა ოსებთან, საერთო ენა რუსებთან. დღეს უკვე ამას არავინ აღარ საუბრობს. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, მოდით ყველამ ერთად მოძებნოთ გამოსავალი ამ აგრესორი სახელმწიფოსგან, როგორიც არის რუსეთი. და ამ გამოსავალს მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აუცილებლად მოძებნით, იმიტომ რომ ამხელა დიდი შანსი, ამხელა დიდი მხარდაჭერა საქართველოს, როგორც დღეს გააჩნია, პრაქტიკულად არასდროს არ ქონია და საერთოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიო გეოპოლიტიკაში პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება. თუ ადრე იყო აბრეშუმის გზა, ეხლაც იგივე გზაზეა საუბარი, თუ ადრე იყო სხვა საქონელი, ეხლა უბრალოდ მოძრაობს ნავთობი და გაზი და საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ არეალში ენიჭება საკმაოდ სერიოზული და სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩვენ არ ვაპირებთ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვას, პირიქით ვაპირებთ ამ პროცესების გამომავლობას. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით რა ბერკეტები აქვს, რის შესაძლებლობა აქვს ამჯერად, რომ თავშოთ შესაძლო აგრესიის საფრთხე აირიდოს რუსეთისგან. ობამასთან შეხვედრის შემდეგ იყო ასეთი შეფასებები, რომ ამ შეხვედრამ მოახდინა ერთგვარი ნეიტრალიზაცია ომისა და საფრთხე აღარ არის ისეთი რეალური, როგორიც შეიძლება ყოფილიყო აქამდე. მაგრამ გვაძლევს თუ არა შეშფოთების საფუძველს ის, რომ ობამასთან შეხვედრის და ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მედვედევი ჩადის ცხინვალში და დასავლური პრესა წერს, რომ ასეთივე სტუმრობა მოსალოდნელია ცხინვალში ვლადიმერ პუტინის. ცხადია, მოსალოდნელია, ბოლო შეკითხვიდან დავიწყებ და ეს პიროვნებები რეალურად ამტკიცებენ, რომ ისინი არიან საერთაშორისო სამართლის დამნაშავეები, რადგან რეალურად ეთნოწმენდის წახალისებას ახდენენ, როდესაც ეთნოწმენდა მომხდარ ტერიტორიებზე ამბობენ, რომ ეს არის ახალი სახელმწიფოები. რაც შეეხება დახმარებას, ეს იყო ქარტია, რომელიც გაფორმდა ძველ ადმინისტრაციასა და ახალ ჩვენს ხელისუფლებას შორის, მაშინ ბევრი სკეპტიკოსი საუბრობდა, რომ ეს არის ძველი ადმინისტრაციის ქარტია და მას გაგრძელება არ მოყვება. და არადა ამ ქარტიაში წერია, რომ უსაფრთხოება ენერგომატარებლების იქნება ფიზიკურად დაცული, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და აქ წერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. დღეს ახალი ადმინისტრაცია კიდევ უფრო ენერგიულად ახორციელებს ქარტიაში მითითებული პუნქტების იმპლემენტაციას. კარგი, სანამ განხორციელდება პროექტი, სანამ იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება. რამდენად არის ეს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი დღეს, დავუბრუნდები ისევ აგრესიის შესაძლო საფრთხეს, ეს რამდენად რეალურია ეს საფრთხე ამ ნაბიჯების შემდეგ ისევ დავკონკრეტებთ. მოსალოდნელია მცირე პროვოკაციები, რომელზეც ჩვენ გვექნება სათანადო პასუხი. და ეს არასდროს არ გადაიზრდება ფართომასშტაბიან საომარი მოქმედებებში. რუსეთი ვერ ახერხებს ყველანაირ პასუხს, მათ შორის უკვე საერთაშორისო მონიტორები იმყოფებიან. ანუ პროვოკაციაზე ყველანაირი პასუხი არ გამორიცხავს. თუ ის გადააჭარბებს თავის ნიშნავს იმას, რომ შესაძლო პროვოკაცია სერიოზულ დაპირისპირებაშიც გადაიზარდებს. არა, ეს ჩვენ მაშინ პრობლემა გქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ნებისმიერ საუბარზე, ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ აქ საომარი მოქმედებებია შესაძლებელი, აი შეიარაღება მიდის გამალებული სამშვიდობოები იმის მაგივრად რომ განაიარაღონ 12 კილომეტრიან ზოლში პირიქით შეიარაღება მიდის. შეიარაღება დღესაც არის დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა ცოცხალი ძალა, შეწყვეტილია საერთაშორისო მისიების. არა, მეტია გეტყვით, მეტი რაოდენობის თვალსაზრისით მეტია. მაგრამ მაშინ პასუხი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იყო შემდეგი, რომ ჩვენ ვაჭარბებთ და რეგიონში ასე მწვავე დარდგა საკითხები. დღეს მათი თვალი ევროკავშირის სახით ფიზიკურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ სრულად აკონტროლონ ის ტერიტორია, რომელიც არის ოკუპირებული. ეს კიდე ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და ის არის პრაქტიკულად იზოლაციაში. რაც შეეხება სამხედრო კონტინგენტს, მისი რაოდენობა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში სამჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც მათ ჰქონდათ საომარი მოქმედებების დროს. მაგრამ ხედავთ რა მდგომარეობა საჯარისო ფორმირებებში. თუნდაც არ ზრდის ეს ალბათობა საფრთხის ეს სიტუაცია. სურვილი არსებობს. მათი შიზოიდური მდგომარეობა გაირკვა, როდესაც მედვედევი ცხინვალში ჩავიდა, მაგრამ ამ შიზოიდსაც აქვს თავისი ლოგიკა და იცის, რომ გარკვეული პროცესების გაგრძელების შემთხვევაში ეს პრაქტიკულად ნიშნავს რუსეთის დაშლას. მათ თუ სწრაფი ტემპით უნდათ ეს პროცესები განახორციელონ,
ამასაც მიიღებენ, ოღონდ ეს არ იქნება მარტო საქართველოს პასუხი მათ აგრესიაზე, ეს იქნება მსოფლიო საზოგადოებრიობის ფიზიკური პასუხიც მათ რეაქციაზე. ბატონ შოთა, პაატა დავითაია დეპუტატი საუბრობდა, ის ადრეც ამბობდა ამას, რომ აუცილებელია პროკურატურამ ბაღებში და კოკოითი გამოაცხადოს ზებნულად, ეს იქნებოდა ერთგვარი ხელისშემშლელი ფაქტორი იმისათვის, რომ რუსეთს თავის დროზე ქონდა მათთან ახლო დამოკიდებულება, ეღიარებინა ეს რეგიონი და დღეს მათთან ჩასულიყო თავად რუსეთის პრეზიდენტი. იქნებოდა თუ არა ეს შემაკავებელი ფაქტორი რეალურად და ხომ არ განიხილავს ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობას პარლამენტი? ესე იგი, მე უნდა გითხრათ, რომ საკითხი ეს ეხება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. ეს თავის დროზე იყო სადღაც 2000 წელი, როდესაც მე აქტიურად მუშაობდი ამ მიმართულებით. ეს იყო შევარდნაძის პერიოდი და გარკვეულწილად ამ საკითხების ლობირებაც მოახერხეთ მაშინ. მაგრამ ეს იყო მცირე შესაძლებლობები იმ დროისთვის, მაგრამ დღეს იგივე ჩემი კომისიის ფარგლებში, იგივე ხელისუფლების მონდომებიდან გამომდინარე, გვაქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობები. და ეს შესაძლებლობები გამოიხატება იმაში, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს შემთხვევაში ჩვენ გავდივართ კონკრეტულ დამნაშავეებზე და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც ჩვენ გვაქვს არჩეული შეტანილი, გავდივართ თვითონ სახელმწიფო რუსეთზე, მის აგრესიაზე, ამ კონტრიბუციაზე. ამის გარდა ამ შემთხვევაში გარკვეულ პრობლემას ქმნის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ თუ ძებნას გამოვაცხადეთ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც საომარ მოქმედებაში ღებულობდა მონაწილეობას და ისინი მართლა არიან დამნაშავეები, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გარკვეულწილად ბრალი დაგვდონ დაუშვათ ჟენევის ფორმატის ჩაშლაში, სადაც ამ სეპარატისტული რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას. საერთოდ საერთაშორისო სამართალი ცნობს ამდაგვარ ქმედებებსაც, მაგალითად არაფატი იყო თავის დროზე ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შემდეგ მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობისთვის. ანუ დაუშვათ კადავს ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლები. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის შეიძლება ამ ეტაპზე, თუმცა ხვალ შეიძლება სხვა რეალობა იყოს, რომ ვსდიოთ ამ გარკვეულ ცალკეულ დამნაშავეებს, რომლებიც მართლა ჩაიდინეს დანაშაული, არამედ გავიდეთ უფრო მაღალ დონეზე, რასაც რეალურად ვაკეთებთ და ამ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, შემდეგ უკვე სხვა დონეზე. იგივე დაუშვათ გაეროში შეიქმნას ტრიბუნალი აფხაზეთთან დაკავშირებით, ან ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვიქნებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩადიოდნენ დანაშაულს და დღეს ჩვენ ამ ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ, მათ გადასცენ გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ კიდე თუ ჩვენმა რომელიმე ხედავთ თავარმა ან ზოგიერთმა სტრუქტურის წარმომადგენელმა ჩაიდინა დანაშაული, აქ ლაპარაკი არ არის თოფსის რო და თუტყვიას, გულისხმობ გაუპატივრებას, დახოცვას, ასეთ შემთხვევაში ჩვენც ეს ანუ სხვა დონეზე გამოვიყენოთ ის სასამართლო. სულ რეალურად არსებობს 4 საერთაშორისო სასამართლო, აქედან 2-ს ეფექტურად ვიყენებთ, მესამე გვინდა გაეროში დავაყენოთ და ასეთ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგობა კიდე ერთხელ ვნახოთ, რომ მათ არ უნდა სამართლებრივად პრობლემების მოგვარება და ეს მეოთხე, რომელზეც არის საუბარი, რომის სტატუტთან დაკავშირებით, ამის გამოყენების შანსი ყოველთვის გვექნება, რადგან აქ მხოლოდ ჭირდება საქართველოს სახელმწიფოს განაცხადი და შემდეგ პროკურორი თვითონ ჩამოდის საქმის გამოსაძიებლად. და კიდევ ერთი საკითხი, კიდევ ერთი თემა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით გალში დღეს ჩატარდა შეხვედრა. რა შედეგზე შეიძლება ამჯერად ვისაუბროთ და რამდენად რეალურია ვისაუბროთ ამ ანუ წინასწარ პროგნოზი გავაკეთეთ რეალურ პრევენციაზე ინციდენტების რეგიონში. ამდაგვარი შეხვედრა გახსოვთ იყო ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, ის პროცესები გარკვეულწილად მინელდა. ეს არის ჟენევის ფორმატში მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები. დღეს იყო პირველი შეხვედრა, ცხადია, რომ დიდი შედეგით ეს არ დამთავრდებოდა, მაგრამ ის რომ უკვე კონტაქტი არის სწორედ იმ ადამიანებთან გარკვეულწილად, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ისინი ხელმძღვანელობენ ახლა ეთნოწმენდა მომხდარ ტერიტორიაზე პროცესებს და მათთან ჩვენ კონტაქტი გვიწევს ნებსით თუ უნებლიეთ. მაგრამ შედეგი ამ ეტაპზე არაფერი არ არის, დაველოდოთ 2 კვირაში რა იქნება. კონტაქტები სრულად იყო გაწყვეტილი ბატონ შოთა. კონტაქტები ადამიანურ დონეზე პრაქტიკულად შენარჩუნებული იყო და როდესაც დაუშვათ სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე ჩვენ გვიწევდა ამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მათი პოზიცია პრაქტიკულად არაფერს არ ნიშნავდა, რადგან ისინი გადაწყვეტილებას რეგიონში ვერ ღებულობენ. მით უმეტეს დღეს, როდესაც მათი მამაკაცების რაოდენობის ტოლი სამხედრო სტრუქტურა დგას იქ.
რუსეთის თვალსაზრისით. ამიტომ რაღაც ცალკეული გამოსვლები რო იქნება იქ ან ვაგაფშის ან ვიღაცის, ეს არის პრაქტიკულად წინასაარჩევნო პიარი, ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაცას ართმევენ, იმიტომ რომ იქ ცხადია, რომ ვიღაც ადამიანები მართლა არიან განაწყენებული, მათ მართლა ეგონათ, რომ იბრძოლ დამოუკიდებელ აფხაზეთში იბრძოლებდნენ და იცხოვრებდნენ და მიიღეს საწინააღმდეგო იმის მაგივრად, რომ ეცხოვრათ ქართველებთან, რომელთანაც ჰქონდათ შიდა ქორწინება 40% და პრაქტიკულად არანაირი შეუთავსებლობა არ ქონიათ ამ ხნის განმავლობაში, მიიღეს აბსოლუტურად სხვა მასა მოსახლეობის, რომელთანაც აქვთ სერიოზული პრობლემები. აი ამ ადამიანებმა სტრუქტურირება რო არ მოახდინონ, პარტიად რო არ ჩამოყალიბდნენ, ამისთვის ზოგჯერ სხვადასხვა ლიდერი აკეთებს სხვადასხვა განცხადებას, თქვენ გახსოვთ სწორედ ამ ტალღაზე მოვიდა ვაგაფში ხელისუფლებაზე და ალბათ ამდაგვარი სტრუქტურები კიდე გამოჩნდება, მაგრამ ის რომ რუსეთი ამ ტერიტორიაზე დაუშვებს რომელიმე აფხაზური პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც რეალურად გაიაზრებს თავის მდგომარეობას, ეს ამ ეტაპზე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. და დასრულებად შოთა, თქვენმა კომისიამ ტერიტორიული მნიშვნელობის აღდგენის დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გავრცელა განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყინულს ჩასვლის გამო მე დავუბრუნდები ისევ იმ თემას, რომელთაც დავიწყეთ საუბარი. რა მსვლელობას მისცემს პარლამენტი ამ საკითხის განხილება თუ არა, რაიმე დადგენილების მიღება, რაიმე მიმართვის გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის? ჩვენი უბრალო სამუშაო რეჟიმია, რომ ყველა დარღვევაზე, რომელიც ხდება რეგიონში და მით უმეტეს ამ დონის, როდესაც ადამიანი ჩაიბარა ტერიტორიაზე, რუსეთის პრეზიდენტი და იმ ტერიტორიაზე, სადაც რეალურად ეთნოწმენდა განხორციელდა და პრაქტიკულად წაახალისა ეს პროცესი, სწორედ ეს არის ჩვენ განცხადებაში აღნიშნული, ეს განცხადება გადაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებში, გარდა ამისა, საგარეო კომიტეტს დაევალა ბიუროზე, რომ მოემზადებინა განცხადება, რომელიც იქნება უკვე ხვალგანხილული, ალბათ დღეს უკვე პარლამენტში და ამასაც მიეცემა სათანადო მსვლელობები. დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხე გახდათ პირველი თემის სტუმარი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მე ხუთ შაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.